როცა მადლი მოვა, წარმოთქვამ ქრისტეს სახელს და ივსება გონებაც და გულიც. ლოცვა მხოლოდ საღვთო მადლით არის შესაძლებელი. მადლის გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ ლოცვის აღვლენა. გაიხსენეთ ზირაქის სიბრძნე. რამე თუ სიბრძნითა ითქმის ქება და უფალმან კეთილი წარუმართოს მას. ანუ მხოლოდ მას შეუძლია ჯეროვნად ადიდოს ღმერთი, ვინც საღვთო სიბრძნეს ფლობს. უფალი კი უბრალოდ მადლს იძლევა ამისთვის. როცა მოვა მადლი, როცა მოვა სიყვარული, წარმოთქვამ ქრისტეს სახელს და ივსება გონებაც და გულიც. ამ სიყვარულს, ამ წადიერებას აქვს საფეხურებიც. როცა ამ სიყვარულით ცხოვრობ, გიჩნდება სურვილი სულიერებაში წარემატო, არა მარტო ფხიზელ მდგომარეობაში, არამედ ძილშიც, იმავეს ხედავ. ყველაფერი სიყვარულით გააკეთე, სიყვარულით იმოქმედე, ღვთისადმი სიყვარულით აღასრულე თითოეული ღვაწლი. შეიგრძენი სიყვარული და მადლიერება ღვთისადმი, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, რომ რაიმეს მიაღწევ. ფასი იმას აქვს, როდესაც სულის სინაზით, სიყვარულით, წადიერებით ლოცულობ და მაშინ ლოცვა აღარ მოგეჩვენება დამღლელი. ისე როგორც, როდესაც ამბობ, ჩემო დედიკო, ჩემო მამიკო და სრულ მოსვენებას გრძნობ. ამრიგად არ არის საჭირო ძალადობა, რომ ლოცვა მოიპოვო. არასწორია, როდესაც ვამბობთ, ვიბრძოლებ, რათა ლოცვა მოვიპოვო და 60 დავემკვიდრო. ნუ იფიქრებ იმაზე, რომ ზეცაში ასწილად მიიღებ. ილოცე ყოველგვარი გამოთვლებისა და ანგარებიანი განზრახვის გარეშე, რომ რაიმეს მოიპოვებ. ათასობით მეტანიებიც რომ აკეთო იმ მიზნით, რომ 60-ში მოხვდე, არ აქვს ფასი. გააკეთე ეს სიყვარულით და თუ ღმერთს შენი სატანჯველში გაშვება ნებავს და ქმნას ის, რაც მას ნებავს. ამას ეწოდება უანგარობა. არა აქვს ფასი, გააკეთო 100-ობით მეტანია და არაფერს გრძნობდე. უმჯობესია გააკეთო 20 ან 15, მაგრამ ღვთისადმი სიყვარულის განცდით და მისი მცნებებისადმი მორჩილებით. ასე თანდათანობით ცხრებიან უნებები, უკან იხევენ ცოდვები და ნაზად დაძაბულობის გარეშე შევდივართ ლოცვაში. ხოლო თუ ცარიელი ხარ, ანუ არ გაქვს სიყვარული, მაშინ ლოცულობ, აკეთებ მეტანიებს, მაგრამ ამაოდ. და როდესაც ამა თუ იმ მიზეზით დაგეუფლებალ მობიერება, ნუ დაკარგავ ხელსაყრელ მომენტს ლოცვისთვის და ასე თანდათანობით ეს შენთვის პირადი გამოცდილება გახდება. როდესაც წარემატები, ლოცვაზე ფიქრი, როდია, რაც გონებაში ისმის. არამედ რაღაც სხვა, რაღაც, რასაც შინაგანად განიცდი, მაგრამ ყოველგვარი მცდელობის გარეშე შენი მხრიდან. ეს რაღაც არის ღვთის მადლი, რომელსაც ქრისტე განიჭებს. მობიერება არის წმინდა ვნება, ევნები დაძაბულობის გარეშე, მე ყველაფერს წმინდა წერილის მიხედვით განმარტავ. არამედ ერთმანერისაგანმა ლახვრითა უგმირა გვერდსა მისსა და მეხსეულად გარდა მოხდა სისხლი და წყალი. ესე იგი ისრით, შუბით უჩხვლიტა და ჭრილობა მიაყენა. სიტყვა მობიერება ბერძნულში იწარმოება ზმნიდან გავნგმირავ. მომისმინეთ და აგიხსნით. სიტყვა განგვირავ ნიშნავს ჭრილობას ვაყენებ და როდესაც საუბარი სულს ეხება, მაშინ სიტყვა განვიგმირები ნიშნავს დავიჭრები, ანუ ვევნები ქრისტეს სიყვარულით. რას ნიშნავს მოვიწყული? რამე თუ მოვიწყული მე სიყვარულითა შენითა. გაფუცებ თქვენ ასულნო იერუსალიმისანო. ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა. უკვე თუ სადაჰპოვოთ ძმის წული ჩემი, უთხართ მას, ვითარმეთ წყლულ ვარ მე სიყვარულითა. ესე იგი ძალი, რომელიც ეძებს სიძეს, ანუ ქრისტეს, ამბობს, დაჭრილი ვარ მის დამი სიყვარულით. როგორ დავივიწყო ის, როგორ ვიცხოვრო უმისოდ, ძალიან ვიტანჯები, როდესაც ის შორსაა. ესე იგი მობიერება არის ღრმატკივილი, წმინდა ვნება. მოდი ადამიანის ცხოვრებიდან ავიღოთ მაგალითი. შეყვარებულს არ შეუძლია იცხოვროს შორს იმ პიროვნებისაგან, რომელიც უყვარს. არც ის სჭირდება, რომ მისი სახე გონებიდან გულში გადაიტანოს, რადგან როგორც კი დაინახავს სატრფოს, მაშინვე კრთის მისი გული. როდესაც შორს არის და მასზე ფიქრობს, ისევ კრთის მისი გული. მას არ სჭირდება რაიმე მცდელობას მიმართოს. ასეა ქრისტესთანაც, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი ღვთაებრივია. საღვთო ტრფიალება, საღვთო სიყვარული და არა ხორციელი.
ეს არის მშვიდი, მაგრამ უფრო მძაფრი, უფრო ღრმა სიყვარული. და როგორც ბუნებრივი სიყვარულის შემთხვევაში იტანჯები, როდესაც ვერ ხედავ საყვარელი ადამიანის სახეს, ასევე იტანჯები აქაც. ან და როგორც სიყვარული გვწვავს და ცრემლი გდის საყვარელ ადამიანთან ახლოს ყოფნით, ასე აქაც. სიყვარული გვწვავს და შენ და შეუცნობლად სიყვარულის, ლმობიერების და სიხარულის ცრემლებს ღვრი. ესაა ლმობიერება. თუმცა, ცრემლები ყოველთვის ამის ნიშანი არ არის. ცრემლები ხშირ შემთხვევაში ქალური სისუსტეა. ფაქიზად მოვათავსოთ გონებაში ქრისტე და ვილოცოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. გონებითი ლოცვა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საღვთო მადლი მოიპოვა. ამ დროს არ უნდა იფიქრო, ვისწავლი, მოვახერხებ, შევძლებ ამას. იმიტომ რომ ამან შეიძლება ეგოიზმამდე და ამპარტავნებამდე მიგვიყვანოს. საჭიროა გამოცდილება, წადიერება, მაგრამ ამასთანავე გონიერება და ყურადღება. რათა ლოცვა იყოს სუფთა და ღვთივსათნო. ერთი გულის ძრახვა წარმატებული ვარ, ყველაფერს წყალში ყრის. რა გვაქვს საამპარტავნო? არაფერი ჩვენი საკუთარი არ გაგვაჩნია. ეს ფაქიზი საკითხია. ილოცეთ ისე, რომ გონებაში არანაირი გამოსახულება არ გამოისახოთ. ნუ წარმოიდგენთ გონებაში ქრისტეს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ლოცვისას არავითარი გამოსახულება არ უნდა შევიწყნაროთ. გამოსახულებით შეიძლება ადვილად შევძდეთ, რადგან ამ დროს მოსალოდნელია სხვა გამოსახულების ჩარევა. შესაძლებელია, რომ ბოროტმაც შემოიტანოს რაიმე გამოსახულება და დავკარგოთ მადლი. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს შინაგანად, გონებით და არა ბაგეებით, რათა ამან გაფანტულება არ გამოიწვიოს და გონება მაქეთ-იქით არ დაიწყოს ხეტიალი. ფაქიზად მოვათავსოთ გონებაში ქრისტე და ვილოცოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ნურაფერზე ნუიფიქრებთ, გარდა სიტყვებისა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. და სხვა არაფერი. მშვიდად, გახელილი თვალებით, ყურადღებითა და თავდადებით ვიმართეთ ქრისტეს, რომ თავიდან ავიცილოთ წარმოსახვებისა და ცდომილებების საფრთხე. ილოცეთ თავისუფლად და არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როდესაც გაქვთ ლმობიერი განწყობა და გარემო, რომელიც არის ნიჭი საღვთო მადლისა. მადლის გარეშე ჰიპნოზის მდგომარეობაში ვარდები და შესაძლოა გაება ეშმაკის ისეთ ხლართებში, როგორიცაა ნათლის ხილვა, ცდომილება, ჭკუიდან შეშლა. ნუ იქნება ჩვენი ლოცვა იძულებითი. ძალდატანებამ შეიძლება ჩვენში წინააღმდეგობა გამოიწვიოს და გვავნოს. ბევრი დაავადდა ლოცვით, რადგან ამას ძალდატანებით აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, იძულებითი ლოცვითაც გამოდის რაღაც, მაგრამ არ არის ჯანსაღი. ნურც ხელოვნურ მეთოდებს გამოიყენებთ. არ არის საჭირო არც დაბალი ტაბურეტი, არც თავის დახრა, არც თვალების დახუჭვა. ბევრი ამბობს, დაჯექი დაბალ ტაბურეტზე, დაიხარე, დაიძაბე და ყურადღება მოიკრიბე. მაგრამ აბა მიდის ცადეთ. არ არის საჭირო განსაკუთრებული კონცენტრაცია, რომ ლოცვა წარმოთქვათ. როცა გაქვთ საღვთო ტრფიალება, არანაირი მცდელობა არ არის საჭირო. სადაც არ უნდა იყოთ სკამზე, მანქანაში, გზაზე, სკოლაში, სამუშაო ოთახში, სამსახურში. ყველგან შეგიძლიათ ილოცოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სუბუქად, ზეწოლისა და დაძაბულობის გარეშე. ნუ მიეჯაჭვებით ადგილს. ყველაზე მთავარია ქრისტესადმი ტრფიალება. თუ თქვენი სული წადიერებით და თავდადებით იმეორებს ამ ხუთ სიტყვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ვეღარ წყება. ეს განუძღომელი სიტყვებია. მთელი თქვენი ცხოვრება იმეორეთ ეს სიტყვები. ძალიან ბევრ მაცოცხლებელ ცვარს შეიცავს. გონება ღმერთთან კონდეს და მაშინ გული უნებურად კრთომას დაიწყებს სიხარულისგან. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა. ერთი მონაზონი მესტუმრა წმინდა მთიდან, რომელიც გონებითი ლოცვით არის დაკავებული. მან მითხრა, როგორ ლოცულობ? ზიხარ დაბალ ტაბურეტზე, თავს ხრი და გონებას იკრებ? არა, შიგ გონებაში გარკვევით წარმოვთქვამ, უფალო იესო ქრისტე და ყურადღება სიტყვებში მაქვს მოქცეული. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, უფალო იესო ქრისტე.
ასე ვამბობ გონებაში და ყურადღებას მხოლოდ სიტყვებს ვაქცევ. მამაო, არ ამბობ სწორად, ძალიან არასწორად ამბობ ლოცვას. გონება გულში უნდა იყოს, ამიტომ ეწოდება გულისმიერი ლოცვა. აი კიდევ რას გეტყვი. რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ გასასდელი მქონდა. მე გონებაში ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულება წარმოვიდგინე. ჯვარზე მიმსჭვალული ხელებიდან და ფეხებიდან სისხლის დიოდა. ეკლის გვირგვინისგან შუბლი დაწყრულებული ჰქონდა და მე მის ფეხებთან დაჩოქილი ლოცვით მიმართავდი მას. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და გონება გულში არ ჩაყავდა? არა. ცდომილებაში ხარ. გონება გულში უნდა იყოს, ამიტომ ეწოდება გულისმიერი ლოცვა. ცდომილებაა. მან წასვლა დააპირა. მამაო, ვეუბნები მე, მომისმინე, რაღაც გითხრა. როდესაც გონებაში ლოცვას ვამბობ, ზოგჯერ ჩემში სიხარული ძლიერდება და როდესაც ძლიერდება სიხარული, წარმოთქვამ რა, უფალო იესო ქრისტე, გრძნობ, რომ გონება გულთან ერთად გრთის. ანუ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ გონება გულში ეშვება და იქ შევიგრძნობ მთელ ამ სიხარულს. ვიწყებ გონებით და შემდეგ, როდესაც სიხარული მოდის, გონება თვითონ განაგრძობს ლოცვას. დიახ, ასეა, მომიტევე, ცდომილება რომ ვთქვი. გონებაა ის, რაც ფიქრობს. გულს არ შეუძლია ფიქრი. გონება ღმერთთან გქონდეთ და მაშინ გული უნებურად გრთომას დაიწყებს სიხარულისგან. მობიერება ეუფლება. იმისათვის, რომ ქრისტე შემოვიდეს გულში, უნდა შეიყვაროთ იგი. ის, რომ შეიყვაროთ, ჯერ მან უნდა შეგიყვაროთ, ჯერ ღმერთმა უნდა შეგიცნოთ და შემდეგ თქვენ. თუ კი თქვენ მას ამას შესთხოვთ, ის თქვენში დაივანებს. იმისათვის, რომ ღმერთმა შეგიყვაროთ, ამის ღირსნი უნდა იყოთ. ღირსნი რომ იყოთ, უნდა მოემზადოთ. პირველ ყოვლისა, შორს ანგარება. ლოცვა უნდა იყოს უანგარო. ყველაფერი უნდა მოხდეს საიდუმლოდ, უანგაროდ. ანუ არ უნდა იფიქროთ, რომ თუ გონებას მოიკრებთ, მადლი მოვა და გული გრთომას დაიწყებს. ნუ ილოცებთ ასეთი გამოთვლებით, არამედ უბრალოებით და სიმდაბლით. ყოველთვის ღვთის დიდება დაისახეთ მიზნად. რა გიამბეთ ბულბულის შესახებ? ის ისე გალობს, რომ მას ვერავინ ხედავს. თქვენც ასეთივე იყავით, უანგარონი. საიდუმლოდ მიუძღვენით თავი ღვთის მსახურებას. მაგრამ ყურადღებით იყავით. როგორც აღვნიშნეთ, ნუ სნობნ მარცხენა იშენი, რასა იქ მოდის მარჯვენა იშენი. ნუ შეიტყობს ამას ბოროტი მე. განიცადეთ სამოთხე და დაეთ თქვენმა ბოროტმა მემ ეს არ იცოდეს, რათა არ შეშურდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არსებობს შურიანი მოწინააღმდეგე. მომზადება ასევე ითვალისწინებს ისწავლოთ ღვთის მცნებების დაცვა. განდევნოთ ვნებები, განკითხვა, მრისხანება და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ფაქიზად, ანუ მაშინვე ბოროტებით კი ნუ დაკავდებით, არამედ უგულებელყოფთ რა ვნებებს, სიყვარულით მიაშურეთ ქრისტეს. დაკავდით საგალობლებით, წმინდანთა, მოწამეთა კანონებით, ფსალმუნებით, გულდასმითი კითხეთ წმინდა წერილი და მამათა ნაწერები. ამ გზით თქვენი სული გახდება ფაქიზი, განიწმინდება, განიღმრთობა, იქნება მზად, მიიღოს საღვთო გზავნილები. თანდათანობით მადლი მოგიხილავთ და შეხვალთ სიხარულში. დაიწყეთ მშვიდობიან ცხოვრებას და მაშინ ღვთის მადლით გახდებით უფრო ძლიერნი სულიერად. აღარ განრისხდებით, აღარ გაღიზიანდებით, აღარ განაწყენდებით, აღარ განიკითხავთ, ყველას სიყვარულით მიიღებთ. მოიპოვებთ იმას, რასაც პავლე მოციქული ამბობს. სიყვარული არა მაღლოინ, არა სარცხვინელ იქმნის, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს იდებნ, ყოველი რწამ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენ. სიყვარული არასადა დავარდების. ლოცვა განწმენთ სულს და შემოკრებს გონებას. ყველაზე სრულყოფილი ღვაწლი ადამიანის სულის უშინაგანესში აღესრულება, რომელიც მჭიდროდაა დახშული და მხოლოდ ღვთისათვის არის ცნობილი. ამგვარად მომსწრენი ხდებით გულის შემძვრელი მოვლენებისა, როდესაც ადამიანები ღვთის შვილებად გარდაიქმნებიან, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპვის უკიდურეს ზომამდე იყვნენ მისული. მეუბადრუკიც
ჯართივით მორყეული ვარ. მცდელობას არ ვაკლებ ამისთვის. სხვების დასანახად კი არ ვიღვრები ლოცვად, არამედ დაფარულად ლოცულობ. გაიგეთ? მოდის ღვთისმადლი და თქვენც გიფარავთ. ზეციურ ცვარსა და მადლს განიჭებთ, ვინაიდან ერთად ცხოვრობთ, ერთად ვჭამთ, საუბრობთ, ლოცულობთ. გვაქვს უშუალო ურთიერთობა. გაიგეთ? მხოლოდ უყურადღებო სქელკანიანი ადამიანი, რომელსაც ლოცვამ გული ვერ მოულბო, რჩება უცხო მადლისაგან. ილოცეთ, რომ ღმერთმა დაფარული გამოგიცხადოთ. ბევრია ისეთი რამ, რაც არ ვიცით. უთხარით ქრისტეს, რაც შენ გსურს, რასაც შენი სიყვარული ინებებს უფალო. ის გაგიკვლევთ გზას, მას მიაბყარით თქვენი მზერა. გონებითი ლოცვა შეუძლებელია სულიერი ხელმძღვანელის გარეშე. იმისათვის, რომ მარტოოდენ გონებითი ლოცვით დაკავდეთ, სულიერი ხელმძღვანელია საჭირო. გონებითი ლოცვა შეუძლებელია სულიერი ხელმძღვანელის გარეშე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სული ცდომილებაში ჩავარდეს. სიფრთხილეა საჭირო. მხოლოდ გამოცდილ მოძღვარს შეუძლია გონებითი ლოცვის თანმიმდევრული სწავლება, რადგან თუ თანმიმდევრობას არ დაიცავთ, არსებობს საშიშროება, რომ ბოროტის ნათელი ეხილოთ. იცხოვროთ ბნელსა და ცდომილებაში, შემდეგ კი ადამიანი ველურდება, ეცვლება იერი და ასე შემდეგ. ეს არის პიროვნების გაორება. ხედავთ, როგორ წარმოიშობა ცდომილება. ხოლო თუ მოძღვრის მითითებებით შეუდგებით ლოცვას, იხილავთ ჭეშმარიტ ნათელს. მოძღვარი გამოცდილი უნდა იყოს გონებით ლოცვაში. თუ ის მექანიკურად ლოცულობს და არ აქვს განცდილი ლოცვის მადლი, არ ძალუც ასწავლოს სხვას, როგორ ილოცოს. რა თქმა უნდა, შეუძლია ასწავლოს, როგორც ეს აქვს წაკითხული წიგნებში და როგორც წმინდა მამები ამბობენ. უამრავი წიგნია დაწერილი ლოცვის შესახებ და ბევრნიც კითხულობენ ამ წიგნებს, მაგრამ არავინ იცის, როგორ უნდა ილოცოს. შეიძლება ვინმე თქვას, კითხულობთ ამ წიგნებს, ვსწავლობთ მეთოდებს, ვემზადებით, ღმერთიც აკურთხებს და გვიგზავნის მადლს, დავწუდებით წაკითხულის არსს. დიახ, მაგრამ ლოცვა და პირველ ყოვლისა გონებითი ლოცვა საიდუმლოა. საშინელი ცდომილება შეიძლება წარმოიქმნას გონებითი ლოცვისაგან. სხვა დანარჩენ ლოცვებს ხშირად ბაგეებით წარმოვთქვამთ და მხოლოდ სიტყვები გვესმის. ეს მარტივად ხდება. ხოლო გონებითი ლოცვა ეს რაღაც განსხვავებულია. და თუ ამ გონებით ლოცვაში აღიძვრება სურვილი, შენი ბოროტი, ეგოისტი მესგან და არა კეთილისაგან, აუცილებლად იხილავ ნათელს. ცხადია, არა ქრისტესას. აუცილებლად გექნება ცრუ სიხარულის შეგრძნება, მაგრამ შენს გარე ცხოვრებაში, სხვებთან ურთიერთობაში, იქნები ყველაზე უხეში, მრისხანე, ფიცხი, შფოთვარე ადამიანი. აი ნიშანი ცდომილებაში მყოფი ადამიანისა. თუმცა ასეთი ადამიანი არ აღიარებს თავის ცდომილებას, ის ფანატიკოსია და ზიანი მოაქვს. როგორც ძილოტებს ემართებათ ხოლმე, მაგრამ არა შეგნებული მოშურნეობით. ერთ მაგალითს გეტყვით. აბა მაკარი თავის მორჩილთან ერთად ერთ-ერთ დღესასწაულზე მიდიოდა. მორჩილი წინ წავიდა, ჯერ ახალბედა იყო და მოშურნეობა ჰქონდა, როგორც ეს ჩვეულებრივ დამწყებთ ახასიათებთ. გზად ერთი ქურუმი შეხვდა, რომელსაც უხეშად მიმართა. საით გაგიწევია ეშმაკეულო? ამ სიტყვებმა განარისხა ქურუმი, ლამის სიკვდილამდე სცემა მორჩილი, ცოცხლამკვდარი მიატოვა გზაზე და გზა განაგრძო. კარგახნის შემდეგ გზად აბა მაკარი შეხვდა. ვერმა გარისხებული ქურუმი რომ დაინახა უთხრა, ღმერთმა გაცხონოს, ღმერთმა გაცხონოს. ამ სიტყვების გაგონებისას ქურუმს გული მოულბა, მიუახლოვდა ბერს და უთხრა, მამაო, შენმა სიტყვებმა გული ამიჩუყა და მივხვდი რომ ღვთის კაცი ხარ. ხედავ რომ სადღაც მიიჩქარი, მაგრამ არ იცი სად, უთხრა აბა მაკარი მდაბლად და ძმური სიყვარულით. ქურუმმა კი უპასუხა, როდესაც საუბრობ, შენი სიტყვები გულს მიხსნის. მაშინ როცა ცოტა ხნის წინ ერთმა მონაზონმა სრულიად საპირისპირო რამ მითხრა და სიკვდილამდე ვცემე. აბა მაკარი ისეთ კბილად ესაუბრა, რომ ქურუმმა სარწმუნოება შეიცვალა, მონაზონიც გახდა და ცხონდა. ამგვარად, კეთილი მიდგომით კეთილი სული გადასცა. შეუქმნელი ენერგია, ანუ მადლი გადასცა, რომელიც ქურუმის სულში შევიდა. ხოლო მორჩილმა კი მრისხანებით შფოთის სული გადასცა, ანუ ის,
რაც შინაგანად ჰქონდა. ხედავთ, რას ნიშნავს სდომილება. როდესაც გყავს მოძღვარი, აღარ გემუქრება სდომილების საფრთხე. როდესაც გყავს კარგი, ღმერთშემოსილი მოძღვარი, სწავლობ ლოცვის საიდუმლოებებს. ლოცულობ მოძღვართან ერთად. თანდათანობით შედიხარ სულიერ ცხოვრებაში და სწავლობ, როგორ ლოცულობს შენი მოძღვარი. მოძღვარი ვერ აგიხსნის მარტო სიტყვებით, ასე და ასე გააკეთე. რასაც დაინახავ მისგან, შენც იგივე გააკეთე. შენ მიდიხარ მოძღვართან და ის გეუბნება გონებითი ლოცვის შესახებ. უნდა იცოდე, რომ თუ მოძღვარმა გამოცდილებით არ იცის გონებითი ლოცვა, მარტო თეორიული ახსნით ვერაფერს გაიგებ. ხოლო როცა მას აქვს ამის გამოცდილება და იცის რა არის გონებითი ლოცვა, მაშინ არსებობს ერთი საიდუმლო. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლე არა მარტო ისმენს მოძღვრის დარიგებებს, არამედ ხედავს ლოცვის მეთოდსაც, თუ როგორ იხსნება მოძღვრის გული და როგორ ესაუბრება ღმერთს გონებით. ხედავს ამ ყველაფერს მოსწავლის სული. არა მარტო ხედავს, არამედ მასწავლებელი და მოსწავლე სულებით უკავშირდებიან და განიცდიან ერთმანეთს. გრძნობს, რომ იქმნება სულიერი გარემო და რომ ეს მდგომარეობა საღვთო მადლის მეშვეობით იქმნება. ეს არ არის უბრალო საქმე, ეს არის მოძღვრება, რადგან ვამბობთ, რომ ლოცვა არ ისწავლება, მაგრამ ისწავლება, ნამდვილად ისწავლება, როდესაც მასთან ერთად ცხოვრობ, ვის ჭეშმარიტად ლოცულობს. როცა კითხულობ წიგნს ლოცვის შესახებ, შესაძლოა ვერაფერი გაიგო, მაგრამ თუ გვერდით გყავს მოძღვარი, რომელიც ლოცულობს, რასაც ლოცვის შესახებ გეუბნება, გებლობ ამას, ითვისებ, შედიხარ ლოცვაში და შენც ლოცულობ ისე, რომ ვერც კი აცნობიერებ ამას. ეს არ არის წიგნი ან ცოდნა, ეს არის გრძნობა, მეთოდი, გულის გახსნა, სულიერი კავშირი. განა ეს ჩემი თქვენ და მისაუბარი ლოცვა არ არის? იმიტომ რომ ამას გულიდან ვამბობ და ვგრძნობთ ამ კრთომასა და წადიერებას. თუ ეს ასე არ არის, მაშ რით აიხსნება ჩვენი ამოდენა სიხარული?